ლაპარაკობს რადიო თავისუფლება, FM-7 და 4-ზე გენდერული ამბები იწყება. დღეს გადაცემას მე ვუძღვები მზია ფარესიშვილი, ხმის რეჟისორი გოჩა ლეჟავა გახლავთ. ვფიქრობ საინტერესო თემა გექნებათ, სპორტული და რა თქმა უნდა არასპორტულიც, გენდერული უთანასწორობა, სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპი ცხოვრების ყველა სფეროში გვხვდება და ამ მხრივ ჩოგბურთიც არ არის გამონაკლისი. და ცოტა ხნის წინ ცნობილი შოტლანდიელი ჩოგბურთელი ენდი მაროუ ქალების უფლებადამცველთა რიგებს შეუერთდა. იგი აღშფოთდა საზოგადოების იმ ნაწილის დამოკიდებულებით, რომელმაც სპორტსმენის წარუმატებელი გამოსვლა იმით ახსნა, რომ მწვრთნელად ქალი ჰყავს ამელი მორესმო. თუმცა დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა მარტო ეს საკითხი არ იქნება, ბუნებრივია. ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოში როგორ ვითარდება სპორტის ეს სახეობა, როგორი ხელშეწყობა აქვთ გოგონებსა და ბიჭებს, ქალებსა და კაცებს ჩოგბურთში. ჩვენი სტუმარი დღეს იქნება საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი. და თქვენ შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით გამოთქვათ საკუთარი აზრი ქართულ ჩოგბურთზე, პერსპექტივებზე, ამ სპორტის სახეობაში არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე თუ ხსნენიათ. და ჩვენი ნომერი არის 2988327. ჩვენი გადაცემის მოსმენა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ინტერნეტში, საიტზე www.radiotavisufleba.ge და გენდერულ ამბებს ყოველ საღამოს 9 საათზე არტარიას ეთერში შეგიძლიათ უყუროთ. ცოტა ხანში მუსიკალური პაუზის შემდეგ დავბრუნდებით. გენდერული ამბები პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ჩვენი სტუმარი გახლავთ ჩოგბურთში ეროვნული ნაკრების კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი. დიდი მადლობა რომ მოხვედით. მაკა დღეს ჩვენ საუბრობთ ზოგადად ამ სპორტის სახეობაზე. ბუნებრივია გენდერული ამბებია და გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებულ რაღაც სტერეოტიპებზეც შევეხებით და ამოსავალი წერტილი სწორედ გახდა ის, რომ ცოტა ხნის წინ ისეთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა ენდი მაროუმ, ხო, რომელმაც მარეი, დიახ, ხო მის გვარის წარმოსკვეთსა რაღაც ვიცი რომ ისინია, სხვადასხვა ვერსიებია, ხო, მაგრამ კარგი და სწორედ ის აღშფოთდა იმით, რომ მისი წარუმატებელი გამოსვლა საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე ხდებოდა, ხო, ეს მოვლენა და აბრალეს რომ მწვრთნელი ხავს თურმე ქალი და მაშინ რომ ფემინისტი ვარო მე მაშინო და ძალიან მომეწონა ეს სიტყვები წაგიკითხავთ რომ გავხდი თუ არა ფემინისტი თუ კი ფემინისტად ყოფნა ნიშნავს იბრძოლო რათა ქალს ისევე ექცეოდნენ როგორც კაცს მაშინ კი გავხდი ნუ და მე რა თქმა უნდა აქტივისტებმა იგი ფემინიზმის გმირად შერაცხეს იმიტომ რომ ესეთი სასიამოვნო ხო ეს იყო ენდი მაროუს სიტყვები მართლაც საინტერესოა აი ესეთი კაცრი დამოკიდებულება იმიტომ რომ გარეგნულად ესე ჩანს რომ აბსოლუტურად შერეული წყვილებიც არის ხო რამდენადაც ვიცი პირველ რიგში მოგესალმებით დიახ არ მაცალე მოგესალმებით მენელს დიდი მადლობა მოწვევისთვის და რა ვიცი მე ვიტყოდი რომ რაც შეეხება გენდერულ თანასწორობასთან დაცულია ეს როგორც ქალს ასევე მამაკაცს აქვს იმის საშუალება რომ თავისი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინოს და რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით მე ვიტყოდი რომ ეს არის ყველაფერი ინდივიდუალური და ალბათ რახან მარეი თვლის რომ ის კარგად გრძნობს თავს მორესმოსთან მან ჩათვალა რომ საჭიროდ რომ ის ყოფილიყო თავისი მწვრთნელი მე მივესალმები ამას და ძალიან მიხარია რომ ესე ქალი მწვრთნელი არის მამაკაცის ხო ეს იშვიათი მომენტია მაინც ხო ძირითადად უფრო მამაკაცები არიან მამაკაცებთან ვიდრე აი ქალებთან და ქალთან მაგრამ მე ამაზე ჩემი აზრი მაქვს აი საინტერესოა ჩემი აზრი მაქვს იმასთან დაკავშირებით რომ უფრო ნაკლებად არიან ქალი მწვრთნელები იმიტომ რომ მე პირადად ჩემზე ვისაუბრებ მე რომ ვამთავრებ კარიერას იქ მოდის მე თუ დაოჯახებული ხარ ოჯახი და უფრო მეტ დროს რა თქმა უნდა ოჯახთან ერთად გინდა რომ გაატარო და ამასთან დაკავშირებით ამიტომ შენ ვეღარ დადიხარ იმდენ შეჯიბრებებზე შენ სპორტსმენთან ერთად და ამიტომ მე ვთვლი რომ ამიტომ უფრო ნაკლები ამიტომ არის ხო ეს არის ხო ახსნა რატომ არის ჩემი აზრით ესე კი ხო მეორე მხრივ ხო სურვილის შემთხვევაში ახლა დავუშვით იქ მართლა ესეთი შეზღუდვები არ არის და შეზღუდვები ნამდვილად არ არის და ნამდვილად თანაბარია როგორც ქალისთვის ასევე მამაკაცისთვის როგორც სპორტსმენისთვის ასევე მწვრთნელისთვის აი საქართველოში დავუშვით როგორ არის ხო და ესეთი რა ხდება თქვენთან ნაკრებში ახლა რა გეგმები გაქვთ რისთვის ემზადებით ესე ქალები და რა თქმა უნდა კაცებზეც ვიტყვით ქალები დიახ ორი სიტყვით ვიტყვით ქალები ნუ ახლა ყველა საერთოდ პროფესიონალური ჩოგბურთელი ყოველთვის ყოველ კვირა თუ არა თვეში სამი კვირა არის თავისი ტურნირები დაკავებული ჩვენ გვაქვს ფედერაციის თასი წელიწადში ერთხელ
ეს არის თებერვლის თვეში, რომელზეც ჩვენ ვართ პირველ ლიგაში, ევროაფრიკის გუნდში და რა ვიცი, წელს ძალიან წარმატებულად გამოვიდნენ გოგოები და ჩვენ დავჭით პირველ ლიგაში, სადაც იყო პორტუგალიის გუნდი, სადაც იყო ბელარუსიის გუნდი და ჩვენ ბულგარეთის გუნდთან ერთად მოგვიწია მონაწილეობა და ეს უკვე ძალიან დიდი შედეგია ჩემი აზრით, რომ აი ამ გუნდებს შორის ჩვენ პირველ ლიგაში დავჭით. და დიდი მადლობა მინდა გოგოებს გადავხადო ამისთვის. ძალიან კარგი, ჩვენც უერთდებით ამ მილოცავს და მადლობასაც გადავხდით. მართლა სასიამოვნოა, როდესაც ხვდები, რომ წარმატებული და როდესაც მირობის ტოლფასი იყო ნამდვილად, რაც წელს გოგოებმა შაშან ვიღავით მეორე ლიგაში და მეორე ლიგიდან გადავედით პირველში. ესეც ძალიან დიდი შედეგი იყო, მაგრამ მე ვთვლი, რომ წელს უფრო დიდი შედეგი დაიდო და მთელი გუნდის დამსახურება პირველიდან დაწყებული მეოთხე ნომრამდე დამთავრდა. ძალიან კარგი, სასიამოვნოა. მაკა ჩვენ კიდევ ერთი სტუმარი უნდა გყოლოდეს, სამწუხაროდ ვერ შეძლო, ბატონო ალექსანდრე მოსლამეტრეველმა, რომელიც ფედერაცია უმცროს მეტრეველზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი, ფედერაციის პრეზიდენტი არის და სწორედ მან თქვა, რომ ახლა ჩემპიონატი მიმდინარეობს, იქ რაღაც ძალიან დატვირთული გრაფიკზე იყო საუბარი. პანთეონში ეს უკვე მეხუთე კვირაა, რაც მიმდინარეობს კაცთა საერთაშორისო ტურნირები, 10,000-იანი ტურნირები და ეს უკვე მეხუთე კვირაა, რაც იქ იმართება. კი 11 მაისიდან დაიწყო და ეს უკვე მეხუთე კვირაა, რაც ტურნირები. ძალიან კარგი. შემდგომში უკვე 11 მე მინდა ვთქვა, რომ 15 მაისიდან უკვე თელავში იგეგმება იგივე ტურნირები, რაც პანთეონში წერდება უბრალოდ ქალთა იმაში თანრიგში და იქაც რა ვიცი ძალიან მიხარია რომ წელს მაგალითად არის დაგეგმილი 33 შეჯიბრებები ასე როგორც საერთაშორისო ასევე რეგიონალური და რა ვიცი წარმატებები მინდა უსურვო ყველა კი ნამდვილად მით უმეტეს რომ ახლოვდება ახალგაზრდული ოლიმპიადაც დიახ ივლისს ხო და მე თუმცა ვიდრე ბუნებრივია სპორტის ნებისმიერ მით უმეტეს ჩოგბურთს ხო ინფრასტრუქტურა სჭირდება მე მინდა რომ ამასაც შევეხოთ ზოგადად საქართველოში რა ვითარება ამ ხრივ დავუშვათ სადმაშებენ თუმცა მანამდე მინდა მაგრამ აი ეს ოლიმპიადა ძალიან კარგი იქნება დიახ ხო მე ვიცი რომ ეს მოლოდინი არის რომ რაღაც ახალი დაგბაზების შევეტება მაგრამ მე მინდა ძველი კორტებიც გავიხსენოთ ჩვენ ესეთი ფორმატი გვაქვს გადაცემის ჩემი კოლეგა 5 წლის წინ მოამზადა და ეს სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა კორტებთან დაკავშირებით და ჩვენ შეგვიძლია მოვისმენთ ეკაკევანიშვილის სიუჟეტი. იმ ადგილს, სადაც თბილისის ყველაზე ცნობილი ჩოგბურთის კორტები იყო, ეს სახელი ალბათ კიდევ დიდხანს შერჩება, თუმცა თავად კორტები იქ აღარ იარსებებს. საწვრთნელი ბაზა ცოტა ხნის წინ დახურეს, ბავშვები დაითხოვეს, სამსახურში მისული თანამშრომლები კი უკან გამოაბრუნეს. დინამოს კორტების ერთ-ერთი მწვრთნელი თეა მუჩაიძე დარჩენილ მოსწავლეებს ურთაჭალაში ავარჯიშებს, სადაც დროებით დაუთმეს ტერიტორია. იცის რომ 8-9 თვე სწორედ აქ მოუწევთ ვარჯიში. მანამ სანამ სახელმწიფო დაპირებული ახალი კომპლექსის მშენებლობას არ დაასრულებს. ისნის დასახლებაში 5 დეკემბრის ქუჩაზე. თეა მუჩაიძე ჩივის რომ 7-8 წლის ბავშვები, რომლებიც კორტების მახლობლად ცხოვრობდნენ, ასე შორს ჩოგბურთზე ვეღარ ივლიან. ფაქტიურად ბავშვები გაიფატნენ. რამდენი ბავშვები ყავდა ჩვენ იმ ბაზაზე, ხო? არ გადმოვიდა რა, ესე იგი ნახევრის ნახევარზე მეტი. მარტივი მოკვლევით გამოიკვეთა, რომ კორტების გასხვისების ამბავი ძალიან ბუნტოვანია. მასში ბევრი ადამიანის ინტერესია ჩადებული და ამ სიუჟეტით ყველა კითხვას პასუხს ვერც გავცემთ. თუმცა რადიო თავისუფლება მაინც შეეცადა რამდენიმე კითხვის პასუხი ეპოვნა. ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლეილა მესხს ვკითხეთ, როგორ მოხდა, რომ კორტები ერთ მშვენიერ დღეს გასხვისებული აღმოჩნდა და ამას წინ ვერავინ აღუდგა. ან სად იყო ამ დროს ჩოგბურთის ფედერაცია და როგორი იყო მისი პოზიცია. ლეილა მესხი მოგვითხრობს, რომ კორტების მფლობელები, აქციონერები ჯერ კიდევ 1995 წელს დინამოს კორტებზე მომუშავე ადამიანები გახდნენ. შემდეგ მათ ეს აქციები გაყიდეს, შემდეგ კიდევ ახალი მფლობელი გამოჩნდა, ვის ხელშიც ყველა აქცია აღმოჩნდა. შემიძლია ვთქვა, რომ ვადანაშაულებ ესეთ ჭყალებში ვადანაშაულებ იმ ხალხს, რომელიც იყვნენ ჩოგბურთის სამყარო და გაყიდეს ეს აქციები თავისი სურვილით და მიყიდეს კერძო პირს. და გახდა კერძო საკუთრება, სადაც ფედერაციას არანაირი უფლება არ აქვს რაღაცა იმათ გარეშე გააკეთოს. ფაქტია, კორტების ტერიტორია ახლა სხვისია. სახელმწიფომ ამ სიტუაციაში გადაწყვიტა საკუთარი ხარჯებით აეშენებინა ახალი კომპლექსი. აშენდება თანამედროვე საჩოგბურთო კომპლექსი, რომელიც განთავსდება 5 დეკემბრის ქუჩაზე, იქ საცურაუაუზ ოლიმპიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და აი ეს ყველა ის ახალგაზრდა, ყველა ის ბავშვი თავისი მწვრთნელებით დაახლოებით 2011 წლის ზაფხულის ბოლოსთვის სრული შემადგენლობით გადავლენ აი ამ ახალ საჩოგბურთო კომპლექსში. იქნება 3 დახურული და 9 ღია კორტი და რა თქმა უნდა აღიჭურვება სრული სუპერთანამედროვე ინფრასტრუქტურით. განმარტავს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრეს-ცენტრის წარმომადგენელი გიორგი ჭანიშვილი.
ჩვენ ვისმენდით ეკა ქევანიშვილის სიუჟეტს, რომელიც 5 წლის წინ მოამზადა მას, ჩვენ დღეს საუბრობთ ჩოგბურთზე. ჩვენი სტუმარი გახლავთ მაკა ჩახნაშვილი, რომელიც არის გუნდის კაპიტანი, ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჩოგბურთზე. სწორედ საუბრობდით, რომ კორტი ინფრასტრუქტურის გარეშე წარმოუდგენელია და ჩვენ უბრალოდ გავიხსენეთ ის სიტუაცია, რომ საკმაოდ რთული გზა გამოიარა სპორტის ამ სახეობამ, სწორედ იმისთვის, რომ ქონოდა პირობები. რამდენად დაუშვათ ეს კომპლექსი, კიდე შეემატა თუ არა, რა მდგომარეობაშია ახლა? ახლა ეს თქვენი ცით რომ ახლა ოლიმპიადა რო ტარდება, აქ შენდება უდიდესი კომპლექსი და რა ვიცი, ალბათ ძალიან ხელშეუწყობს ჩოგბურთის განვითარებას, იმიტომ რომ იქ იქნება 10 კორტი იქნება და ესეთი დიდი კომპლექსი საქართველოში საერთოდ არ ყოფილა და იმედია რომ რაც უფრო მეტი აშენდება, მით უფრო კაი იქნება, რა თქმა უნდა ჩვენთვის. საერთოდ ეს ნებისმიერი საქმიანობა თუ გინდა რომ წარმატებული იყო, ბევრ ძალას მოითხოვს მუშაობას, ხო? და ჩოგბურთი ძალიან დიდი ენერგია გჭირდება, ძალიან დიდი მონდომება გჭირდება. ძალიან რთული სპორტია მაგ მხრივ, იმიტომ რომ ეს არის ინდივიდუალური და ეს არის მარტო შენზე დამოკიდებული. მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის და თუ სპორტსმენს და ჩოგბურთს ძალიან უნდა ის აუცილებლად მიაღწევს. ეხლა მაინტერესებს ხოლმე, როდესაც არის ესეთი მომენტი, რომ აი თითქოს რთულია, ხო, მით უმეტეს გოგოს. თქვენ თუ აწყდებოდით თქვენი ცხოვრების განმავლობაში ესეთ სტერეოტიპს, რომ მაშინ მთელი ცხოვრება ამას უნდა დაუთმო და არა და გოგო ხარ და გესწავლა შვილები, რამე ყველაფერი იქნება, ასე თქვა ბუნებრივი, მაგრამ იყო თუ არა ესეთი სწორედ იმის გამო, რომ გოგო ხარ და ჯობია რაღაც უფრო ესეთი მასწავლებელი გამოდი. არანაირად არ ყოფილა. რა ვიცი, მე ჩემი ოჯახიდან ეგ არ მიგზნია და არც ჩემ თავზე არ მიმიღია. მე ყოველთვის რა ვიცი, მე იმას ვიტყოდი, რომ გოგოა თუ ბიჭია, ეს ძალიან კარგია, რომ თვითონ ძალიან რთულია. ერთადერთი რთული რაც არის ამაში, რომ სულ უცხოეთში, როცა პროფესიონალი ხარ და როცა უკვე ბევრ ტურნირებს იღებ მონაწილეობას და ძალიან რთულია მაგ მხრივ, იმიტომ რომ შეხარ სახლს მოწყვეტილი, სახლში საერთოდ არც ატარებ დროს და რა ვიცი, მაგ მხრივ აი უფრო ალბათ მარტოობასთან სირთულეებია, ვიდრე ჩოგბურთში. გასაგებია. 2988327 ჩვენი პირდაპირ ეთერის ნომერია, ჩვენ საუბრობთ ჩოგბურთზე და სწორედ საქართველოში რა შესაძლებლობებია ამ სპორტის სახეობის განვითარების და მაკა ჩახნაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი. იგი არის საკმაოდ ასე ვთქვათ სერიოზული საქართველოს მასშტაბებს გულისხმობ წარმატებები ქონდა და ნამდვილად თქვენი გამოცდილება იგივე რომ ახლა გაცილებით უფრო იულია დაუშვათ მიაღწიო იგივე კარიერულ წინსვლას აი რა სირთულეებია რა გამოწვევებია საერთოდ სირთულეები ყოველთვის არის მაგრამ წელს აი მე მინდა რომ პირდაპირ ეთერში ბატონ ალექსანდრე მეტრეოს ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო რასაც ეგ ქართული ჩოგბურთისთვის დღეს აკეთებს და ძალიან ცდილობს რომ განავითაროს და აღვითარებს კიდევაც და ეხმარება არა მარტო პროფესიონალებს, არამედ დამწყებ ჩოგბურთელებსაც და რომ მათ წარმატებაში მიაღწიოს და ჩემ დროს ცოტა სახელმწიფო უფრო არ მიწყობდა ხელს და ეს უფრო იყო ინდივიდუალურ, ჩემ თავზე იყო დამოკიდებული და ოჯახზე და ეხლა არის მაგის საშუალება და მადლობა მინდა კიდევ ერთხელ უთხრა. გასაგებია, ესე გვერდში უდგას ქართულ ჩოგბურთს. იმიტომ რომ თვითონ ქვეყანეთ სახელმწიფო ძალიან რთული გზა გაიარა და ხვდებით ანუ რა პერიოდში გიწევდათ. ძალიან რთული პერიოდი იყო, ნამდვილად ალბათ ის კეთდებოდა, რის შესაძლებლობებიც იყო. მე ამას არ ვიძახი. კი, ბუნებრივი არა, ჩვენ ვიძახით კონკრეტულ იმაზე, კონკრეტულზე, მაგრამ უფრო ეს ჩემი პირადი ჩემი კარიერა უფრო მე თვითონ ჩემით მიღწეულია. თქვენ თქვით მაგა რომ აპირებთ რომ კარიერას ასრულებთ ხო? სრულე უკვე წინ ხო, მაგრამ ნუ რახან კაპიტანი ხარ, ხა ბუნებრივი მაინც უფრო ისეთ ჩართული. აი სამომავლო იგივე როდესაც ქალები მიდიან თქვენ ნუ ნაწილობრივ თქვით რომ დავუშვათ უფრო მეტ დროს ოჯახს უთმობენ, მაგრამ აი ან შეთავსება ერთად, ან დავუშვათ რა პერსპექტივა, ან განათლების მხრივ როგორი აზრით აი ეს განათლება ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ მარტო სპორტზე იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩოგბურთის მერე არის მთელი ცხოვრება და რა ვიცი განათლება სულ და თქვენ აი პროფესიით რა აირჩიეთ თუ იურიდიული საერთაშორისო ურთიერთობები დიპლომატია კი აჰა და შეძლების დაგვარად კი უნდა შეათავსო რომ ისწავლო ჩემი აზრით იმიტომ რომ ეს ჩოგბურთის გეხმარება გონებას ავარჯიშებს ანუ და რა ვიცი მე ყველას ურჩევდი რომ სწავლას რა თქმა უნდა მიაქციონ ყურადღება
ჩოგბურთზე თუმცა ესეც არა მარტო გენდერულთან ზოგადად სპორტსმენებთან არის ესეთი სტერეოტიპი რომ რაღაც იქიდან რომ განათლებაზე თუმცა ალბათ მოჭადრაკეებზე არა აქვთ ეს და აი ჩოგბურთელებზე ძალიან არ მსმენია და ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს ჩოგბურთი სულ ალბათ მაქსიმალურად რო ჩავთვალოთ არის 7 საათი დღის განმავლობაში ეს არის ორჯერადი ვარჯიში ეს არის პროფესიონალებს გულისხმობ ეს არის ფიზიკური დატვირთვა და რა თქმა უნდა იღლები ძალიან იღლები და მთელ შენ ენერგიას ჩოგბურთში და სპორტში დებ და აქედან გამომდინარე ალბათ არ არის ადვილი რომ მიყვეს სწავლას რა თქმა უნდა თან გიწევს შეჯიბრებებზე სიარული და არ ხარ შენ ფიზიკურად არ ხარ შენ ქვეყანაში რომ აი სკოლაში იარო და მაგრამ სხვა გზებიც არსებობს იმისთვის რომ რაღაც საშუალებები არის ჩემი აზრით არ არის ეს ხელშემშლელი თუ სწავლა გინდა ყოველთვის გოგონებისთვის და ბიჭებისთვის მე მინდა სწორედ აი ეს მაგაზე ვისაუბროთ რომ როდესაც მithumetet პროფესიულზე ეს ასოცირდება ჩოგბურთი რომ ძალიან ძვირადღირებული სპორტია ესეთი ელიტური განსაკუთრებული შემოსავლების ადამიანი უნდა იყოს რამდენად ზუსტია ესეთი მომენტი რომ აი და არის ეს სტერეოტიპები ზუსტად აი მე მინდა ვისარგებლო რომ თქვა რომ აი ზუსტად აი ეს მშობლები ვისაც მაგის გულისთვის არ მოყავთ ბავშვები და თვლიან რომ აი ძალიან ძვირია ჩოგბურთის სწავლა და ჩოგბურთი რო ითამაშო სრულებით არ არის ძვირი ეჩდება დაახლოებით ვიძახი ბავშვი რო მოიყვანო კვირაში სამჯერადი ვარჯიში თვეში ხდება 100-დან 130 ლარამდე და მე რა თქმა უნდა უკვე პროფესიონალურს რომ მიყვები და რომ ისდები მე არის თაღები რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებული და უფრო არ არის ადვილი თაღები არის საჭირო რა თქმა უნდა მაგრამ თავიდან ჩოგბურთის სწავლას და შე რო ჩოგბურთი ითამაშო და ისწავლო და შე რო ბავშვი მიიყვანო ჩოგბურთზე არ არის თუნდაც ხო როგორც აქტიურად რო იყო დაკავებული ხო ბუნებრივია ყველა ვერ გამო სპორტია ჩოგბურთი ეს არის ძალიან ელიტარული სპორტი და მე იმას ვიტყოდი ხა ყველა ვილიამსი და ფედერერი ვერ გამოვა. ანუ რა ვიცი, მოიყვანა. მაგრამ თავისი პატარა და ოჯახის ვილიამსი და ფედერერი ხო შეუძლია. რა თქმა უნდა, ეგ არავინ არ იცის, იმიტომ რომ მასა რო ბევრი წამოვა, იქიდან აუცილებლად წამოვა, ხო? აუცილებლად გამოჩნდება ის პერსპექტიული მოთამაშე, რომელიც მიაღწევს ეგეთ შედეგებს, როგორიც არიან ფედერერები და ასე შემდეგ. საინტერესო არის ჩვენ საუბრობთ და ვიცით ყოველთვის რომ საქართველოს არა აქ ჯერჯერობით სამწუხაროდ ისეთი ეკონომიკური განვითარებული სახელმწიფო არ არის ჯერჯერობით და მithumetes რეგიონებში უფრო იგრძნობა. რამდენად ხელმისაწვდომია დაუშვათ რეგიონებში, როგორ ხდება აი რომ ფედერაცია ყველა და ირად ხელს უწყობს რომ განავითაროს რეგიონებშიც ჩოგბურთი და ინფრასტრუქტურებზეც ეხმარება და ასე არის თელავში საჩოგბურთო კლუბი არის ქუთაისსა და არის ბათუმში. ანუ და მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, თუნდაც აი ქუთაისში სოციალური დაუცველ ბავშვებზე არის 4 ჯგუფი გამოყოფილი, რომელიც უფასოდ ვარჯიშობენ და ასევე არის მერიის დახმარებით თბილისში, ვერის მარკსსა და ვაკეში ავარჯიშებენ იგივესაც სოციალურ დაუცველ ბავშვებზე. ხო, ანუ ნელ-ნელა 4 ჯგუფებია, კი 30 ბავშვამდე კი. შესანიშნავია, იმიტომ რომ ბუნებრივია, თან საქართველოში უყვართ ჩოგბურთი. ძალიან და თან რაღაც ესთეტური ხო არა პირიქით. აუცილებელია რომ რეგიონებში განვითარდეს ჩოგბურთი. და მე მეკონი მივდივართ ნელ-ნელა იმისკენ რომ აი საკას დახმარებით და ალექსანდრეს დახმარებით რომ ნელ-ნელა ვითარდება კი და იმედია რომ უფრო მეტი და მეტი იქნება და სახელმწიფოც ამაში დაგვეხმარება უფრო მეტად. დიახ, სწორედ მაგაზე საუბრობდით, რომ უყვართ და მithumetes რაღაც ეს ასე ვთქვათ ხუმრობით გენდერულ იმაზე, რომ დაუშვით ხო ქალებს უფრო რაღაც როგორი კარგი წყობის ათლეტური რამე კაც ჩოგბურთელებზე და ნუ კაცები კიდე ნუ ხო ქალ ჩოგბურთელებზე კოხტად შეკრული სიმპათიურები, ანუ რაღაცა გრაციოზული სპორტი და მithumetes კარგი იქნება, რომ რაღაც სუნთლად ალბათ ესე კონკურენციას ფეხბურთს ვერ გაუწევს, მაგრამ რატომაც არა, რა ვიცი, მე მაქვს მაგის პრეტენზია, რომ ჩოგბურთიც ერთ-ერთი პოპულარული სპორტი იყო საქართველოში. ნამდვილად. ეს ძალიან, რა ვიცი, ძალიან ლამაზი სპორტია ჩემი აზრით და ჯანმრთელობისთვის ფანტასტიკურია. მე ვიტყოდი და რა. ნუ ხო, მთელი სხეულია ჩართული. არც ფეხბურთი ჩამოვარდება და არც სხვა სპორტი. ძალიან კარგია, ნამდვილად ვიზიარებთ ამ. მithumetes ინდივიდუალური სპორტია და ძალიან რთულია. ინდივიდუალური სპორტი საერთოდ რთულია. და მე ვთვლი, რომ რა ვიცი.
აი სწორედ ხო ინდივიდუალურზე ბუნებრივია მივდივართ რომ მწვრთნელები აი რამდენად დეფიციტია საქართველოში მწვრთნელების საქართველოში არიან მწვრთნელები, ყავს ძალიან კაი მწვრთნელები, რომლებიც ავარჯიშებენ, ასე ქალები, ასევე მამაკაცები არის თანასწორი. აი განდერულობასთან დაკავშირებით დაუბრუნდი ამ თემას კი. და რა ვიცი, მათ უტარდებათ კიდევაც სემინარები, ჩამოდიან უცხოეთიდან და ტარდება უფასო სემინარები, რომ მათაც განავითარონ თავისი თავი და წინ ყველა სჭირდება ხო განვითარება როგორც ჩოგბურთელს ასევე კი მწვრთნელს და თვითონაც მიდიან არის რამოდენიმე რომ პროგრამები ჩამოიტანონ და რა ვიცი ძალიან კაი მწვრთნელები ყავს ჩვენც ამ ხრივ და ეს თბილისში რეგიონებში ალბათ ბუნებრივია იქნება არის როგორ არის ყველა პროფესიონალია თავის საქმის და რა ვიცი ცდილობენ რომ ყველაფერი ჩადონ აი დამწყებშია თუ უკვე გაზრდილში ვინც ყავთ დიახ, გენდერული ამბებია პირდაპირ ეთერში, მაკა ჩახნაშვილია ჩვენი სტუმარი, იგი გახლავთ ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჩოგბურთში და სწორედ საუბრობთ ამ სპორტის სახეობის საქართველოს განვითარებაზე, იგივე რამდენად არის გენდერული სტერეოტიპები დამკვიდრებული და მაკა ამბობს რომ სულაც არ არისო. ესეთი ვიც და თავარია ყველაფერი სწორედ ძალის ხმევაზე და ნელ-ნელა მე მინდა იმაზე ვისაუბროთ უფრო გადაცემის მეორე ნაწილში სწორედ უფრო პერსპექტივებზე და იმ გეგმებზე რამდენად ახერხებთ ხოლმე ხო გუნდში ნაკრებში არიან ახლა 4 არიან 4 არიან და მეხუთეც კი მე გუნდის ნაკრების წევრად ვთვლი მეხუთე ეს არის სოფო შაფათავა პირველი ნომერი ეს არის ეკატერინე გორკოძე ჩვენი მეორე ნომერი აქ მოდის კვაცაბაია, კალაშნიკოვა და ბოლქვაძე, მარია ბოლქვაძე, რომელიც არის ახალგაზრდა ჩოგბურთელი და ძალიან პერსპექტიული. ხო, ამომავალი ვარსკვლავი, ხო? ვარსკვლავი ნამდვილად. მოდის ახალი თაობა და ძალიან პერსპექტიულები არიან და რა ვიცი. ძალიან კარგი. ვცდილობთ როგორ დავუდგეთ ყველანაირად. ამასობაში ჩვენთან ახალი ამბების დროც მოვიდა, ნინო როდონაია გაგვაცნობს ახალ ამბებს. გენდერული ამბები პირდაპირ ეთერში ბრუნდება მზია ფარესიშვილი მუშაობს სტუდიაში ჩვენი გადაცემის სტუმარი დღევანდელი გახლავთ ჩოგბურთში ეროვნული ნაკრების კაპიტანი ქალებში რა თქმა უნდა მაკა ჩახნაშვილი გენდერულ ამბებზე ვსაუბრობთ ჯერ ახლა ეს წარმოუდგენელი ამბავია რომ კაცებში იყოს სწორედ შეგაწყვეტინე არის ესპანეთის გუნდის კაპიტანი კაცებში ესეთი გალანეონ გარსია, რომელიც ჩემი მეგობარი, ქალია სხვადასხვა და არავის პრეტენზია არ გამოუთქვია და ძალიან კარგად მართლა თუნდაც ამიტომაც განსაკუთრებული ინტერესი უნდა დაუთმო და ჩოგბურთს მაგას ჩვენთან ერთად საუბრობს სწორედ იმაზე, რომ საქართველოში ეს სპორტის ეს სახეობა როგორ ვითარდება, რა მიღწევები